Kirpaso mekor txoti bezalo txueni garatzen biztumari bajo sanaia. აღარ ვიცი უკვე როგორ უნდა მივესალმო ადამიანს. აღარ დაბნეულ არის ფეხებითაც. ყველანაირი ფორმა, ფეხების მიბაკუნება, ხელის რაღაცა იდაყვების მიდება, მუშტის მიდება და ნუ ასე შემდეგ. მოკლედ დიდი მადლობა ვახო რომ მოიცანე ჩემი გადაცემისთვის, იმიტომ რომ ეხლა გმირობის ტოლფასია ამ გადაცემაში მოსვლა. ზოგადად გადაცემებში მისვლა, იმიტომ სტუმრების, იმიტომ რომ დეფიციტია, მიხვდი? ანუ ყველაფრის დეფიციტი ხო არის, ეხლა სტუმრების დეფიციტიც არის, იმიტომ რომ და შენ Skype-ით ხედავ ხალხს. ცოცხალი სტუმარი არ მინახავს ერთი თვეა მე მგონი უკვე. შენ პირდაპირ Skype-ით მუშაობ, იმიტომ ეხლა აქ რომ მოხედე გმირობის ტოლფასია თქვა, ანუ ფაქტიურად გმირი ხარ. ჩვენ რას გვიზამს კორონა კაცო. ხო, კი ბატონო, აი არა გვაქვს გამოვლილი. მე რო დავიბადე 1985 წელს, მაშინ დაიწყო პერესტროიკა. კი ბატონო. მერე იყო ეს 80-იანი წლების ბოლო. მერე იყო ერთი ომი ცხინვალში, მეორე ომი, რევოლუციები, კიდე ომი, მთელი ამბები და კორონა. აი ტიპური ქართველი ვიტროს. კორონა მე რას მიზანს ხო იცის? კი ბატონო. სადღაც იქ არის რა. ხო. შორს სადღაც მოშორებით. ანუ გეშინია თუ არა, ეხლა სერიოზულად რომ ვთქვა. შიშები გააქვს? ეს მომენტი მაქვს რაც გითხარი. რო აი თითქოს მე არ შემეხება, ხო იცი, ყველას აქვს ეს. ეგ რო არ კონდეს, ამდენს არ ვიხუმრებდით. სოციალურ ქსელში სულ ხუმრობაა 90%. კი, არა. ხო, მაგრამ ნუ ისე სახიფათოა, რა თქმა უნდა. თქმა უნდა სახიფათოა. ძალიან სახიფათოა, კი, მაგრამ ხელის ჩამორთმევაზეც კი დავფიქრდი, ხო? კი ბატონო, ხო, რომ რაღაც ადამიანს თავში. რა ხო რანაირად უნდა მივესალმოთ ადამიანს, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ უკვე. უკვე მაგაზე გვაქვს ფიქრი, რომ ვინმე ხო არ გადავკოცნეთ სახში რომ მივდივართ. მაგაზე ვფიქრობთ, რომ დღეს ვინმე ხო არ გადავკოცნეთ, დღეს ვინმე. არა, ის არის კიდევ, რომ აი სიფრთხილე მაგალითად. ცოტა უძინარი ვარ და აი აქ ტკივა ცოტა. წუხელ იყო 2-დან 3 საათამდე. ხო. თანამგზავრზე ლაზერით იყო სიცოცხლე. აი რა მაგარი ამბავია. ესე იგი, მოდი, ვინც არ იცის რომ აყურებელს აუხსნათ, როგორი ამბავი იყო ეს აგორებული. ლაზერი თანამგზავრზეა. ხო. და იქიდან ყოველ ღამე, ნუ ყოველ შემთხვევაში გუშინ ეგრე იყო. ხო. უნდა დადგე ფანჯრის მინას მიადო შუბლი და ყველას გაგვიზომავენ. და ეს თელი 1 საათი მიდებული მქონდა წუხელ და ეს მერე აიტვირთება ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაციის გვერდზე, ვის რამდენი გვაქვს სიცხე. შენ კოდს ეთყვი და ამოგიგდეს. ამოგიგდეს ეგრე. მაგრამ სულ მაინტერესებს ხოლმე ახლა ამ კორონავირუსთან დაკავშირებით რო არის, აი მაგალითად ხალხი აქტიურად თუ გამორბის კარანტინის, საკარანტინო ზონებიდან. ქართველებს ჭირს მე მგონი ეს რომ ანუ მე არაფერი არ ჭირს რაღაც ამბავი და საკარანტინო ზონებიდან გამორბიან. ანუ აი წარმოიდგინე მე ახლა ისედაც ხო კარანტინში ვარ, სულ სტუდიაში ვზივარ, მაგრამ იმ დღეს ეგეთი ამბავი მოხდა. ანუ შეიძლება იცის კიდეც მაყურებელმა. მარშრუტკით გზავრობდა ხალხი თბილისიდან ზუგდიდისკენ. ხო. და ვიღაცას დაურეკა ტელეფონმა და ამოიღო ამან ტელეფონი და იცი რა, აი პოლონეთში ვიყავი და აი გვერდზე ვიყავი. პოლონეთში ვიყავი და აი 2 დღის წინ ჩამოვედი. ხო. და გვერდზე ამას უსმენს რა. არა ბიჭო, რა თვით იზოლაციის წესები და გაიშდა ხალხი აბუნტდა. გამოეკიდნენ ამას, ჩახტა მარშრუტკიდან და გაიქცა და დღეს დაიჭირეს. 2 დღე დასდევდა პოლიცია. სადღაც ჯუაგზაზე გააჩერა და ჩამოვიდა და გაიქცა. სანამ გაკოჭეს იქ. რა მაგარი. მაგრამ როგორ რა უნდა კითხო იცი? რა არის, იცი, აი გეტყვი ერთ რაღაცას რა. რატო გამორბის ეს ხალხი არ ვიცი. წარმოიდგინე 2 კვირა სადღაც გიშვებენ ფეშენებელურ სასტუმროში. ო, აბა. საჭმელი, სასმელი, ინტერნეტი. ყველაფერი გაქვს. ყველაფერი გაქვს. წადი რა, დაიძინე, გაერთე სასტუმროში. აბა ბიჭო, აი. ადრე რომ ამბობდნენ, პუტიოვკა რა. პუტიოვკა 2 კვირა. წადი დაისვენე 2 კვირა. წახვალ გაერთობი, ნუ რა ვიცი, სასტუმროში რაც მე ვიცნობ ხალხს საერთოდ მე ვარ ეგეთი. დასასვენებლად თუ მივდივარ, საერთოდ არ მინდა სასტუმროდან გამოსვლა. ეხლა ვიღაცამ რომ მითხრას, რომ სტუდიიდან
პირდაპირ სასტუმროში გაგიშოვა, მაგას რა ჯობია ხო? მე ვიცი, არც მახსოვს ბოლოს როდის დავისვენე. ნუ აი, მე და ჩემი მეუღლე ვერ ვთანხმდებით. მე მიყვარს საერთოდ შეიძლება არ გამოვიდე. მოდი გავაგრძელოთ, ესე იგი, კიდე არის აი სხვა ქვეყნების მაგალითი როგორია, როგორ ვრცელდება ზოგადად ეს ვირუსი, აი სხვა ქვეყნების მაგალითი, ახლა ჩვენი მეზობელ ქვეყნებშიც გავრცელდა, ხო? აუ ჯერ მანამდე ერთ რაღაცას ინტერნეტში არის, შეიძლება ბევრს არ უნახავს. ქალი დგას ერთი 20 კაცი გარშემო და იძლევა რეკომენდაციებს და ავიღებ ერთი წუთი. იძლევა რეკომენდაციებს ეს ქალი. ეს დამიბრუნე, თორე მალე დავამთავრებთ გადაცემა. შეიძლება ბოლო იყოს. ხო, იმიტომ ეს არ მეყოფა. მალე მოვჩებით მე. არა, ამითაც გადადის და იმიტომ გეუბნები. დგას ასე და ბრიფინგს ატარებს, რომ აი თვალთან ხელი არ მიიდოთ. ხო. არ ჩამოართვათ ხელი და უცებ გადაფუძლა. საინტერესო ისტორია იყო სომხეთში. ხო. ანუ რა, როგორ გავრცელდა? როგორ გავრცელდა, ხო? როგორ? ნიშნობა იყო და წავიდა ქალი მილანში სპეციალურად. სერიოზული ამბავია თუ ხო? ნამდვილი ამბავია. ხო. კაბა შეეძინა ამ ნიშნობისთვის. ნუ ხო, შესაძლებელი ოჯახი. წავიდა შავი ლამაზი კაბა და არის ახლა ნიშნობა. ხო იცი, ბეჭედს გაუკეთებენ რაღაცა და დალოცავენ და ეს ქალი ადგა და გადაკოცნა მთელი ნიშნობის ხალხი. და ამ ქალს აღმოაჩნდა კორონავირუსი და ეს ვიდეოზია გადაღებული. მართლა? ყველა არანაირი ის არ დაჭირვებიათ კონტაქტების ძებნა. ყველა კადრში იყო როგორ კოცნიდნენ და ამით არ თავდება ეს ამბავი. მერე ერთ-ერთმა ტიპმა დაწერა Facebook-ზე, რომ იცი რა, დიდი მადლობა ამ ქალს, რომ საცობებისგან აგვარიდა, საცობები აგვარიდა მთელ ერევანში, თავისუფალი მოძრაობა და ეს დაწერა და ამ ქალის ნათესავები მიუცვივდნენ. ხო. ამ კაცს და მაგრად galახეს. მაგრამ ეს ხო ამ ქალთან დაკავშირებული ტიპები იყვნენ, ანუ კონტაქტში იყვნენ ამასთან. და იმ galახულს კორონავირუსი, ანუ ის მოხდა რისკ ჯგუფში. და იმაზე ცემით გადადეს და გადაიყვანეს ის იზოლაციაში. ცემით გადასდეს. აუ, ეგ რა მაგარი ამბავია, ცემით გადასდეს. ხო, ხელის ჩამორთმევა არ შეიძლება და ნუ ახლა სახეში რო ურტყავ, ცემით რო გადასდეს ეგ რა. კაი, ხო, მაგრამ ერთი ის არის, რომ ჩინეთშიც საგამოჩნდა, ეგ არის საინტერესო. დაინახეს, იმიტომ რომ სულ ბურუსში იყო აი ამ ინდუსტრიის გამო და ვენეციაში თევზები გამოჩნდა და ვიღაცამ დაწერა. ხო. ნახავთო მან, მე მგონი ირაკლი გაფრინდაშვილმა ნახავთო მანდო ცოტა ხანშიო. დენით რო თევზაობენ ქართველები ვენეციის არხებში. ბევრი ლიფსი და ჩანდა კი. და ზოგადად აი თქვენთან ტელევიზიაში, ხო? აი როგორი სიტუაცია? აი ხო არიან მაგალითად პანიკიორი ადამიანები. აი ვინც პანიკა, აი მაგალითად ჩვენ ყავს ეგეთი პანიკიორი, ვისაც ეშინია ესეთი ძალიან ვასოფხა კაცი რა. ხო. მართლა აი სერიოზულად გეუბნები, აი დადის სადეზინფექციო. აი როგორ ისე აი ნახევარ საათში ერთხელ ხო უნდა იბანო ხელები რა და ამან შეამცირა 1 წუთამდე. ანუ ეგრე იყო ნახევარ საათი. 1 წუთში ერთხელ იბანს და მე ამ სპირტს ჩეულებრად ისხამს და ანუ ხელები აქ დამდნა. აი მართლა. ეს რა უკეთია ხელზე. აი ხელები აგ აიჩულ ალკოჰოლ დამოკიდებული. ხელები არის ალკოჰოლ დამოკიდებული უკვე ვეღარ როკაკაკი. სმაუნდა ხელები უკანკალე. და თქვენ ყავთ ტელევიზიაში ეგეთი? ჩვენ ყავს კი. დავწერე სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ. ჩვენ ყავს ესეთ პროდიუსერი ლელა რევიშვილი. ხო. აი სამი ადამიანი რომ მოიყრის თავს ოთახში, ეს ლელა რევიშვილი, აი ესე რო ვერ შეამჩნიო, ხო, გადის აივანზე. და როგორ რაღაცას იწყებს, იცი? აი იმერეთში თუ გაქვს ნანახი, მიცვალებული ასვენია სახლში და ვიღაც ერთი, ანუ უცვლელი სურათია ეს ყოველთვის არის. ვიღაც ერთი კართან დადის აქეთ იქით. ცოტა თავი ქვემოთ და უცებზე მიდებული თითი და ესე დადის ნერვიულობს. რაღაცაზე ნერვიულობს, მაგრამ შენ ხვდები რომ მკვდარზე არ ნერვიულობს.
ნერვიულობს რაზე, იცი, აი ან ამ მკვდარს ვალი გაყვა რაღაცა თავისი. ან რაღაც თავის საფიქრებელი აქვს რა. აი ესე მთელი დღე აივანზე დადის ეს ყველა და რაღაცას ნერვიულობს, თან კონტაქტში არ შედის არავისთან. სტუმრებს ასე ურეკავს, თუ ვინმე მოდის, თვითონ არ დახვდება. პირდაპირ ვიღაცა სხვას დაახვედრებს, აუშვებს ზევით სტუდიაში. ხო, იცი რა არის, მე ზოგადად შენ გამოირჩევი ხოლმე, ანუ მე შენ Facebook-ზე მყავ ხარ. ხო. და ანუ შენი სტატუსები არის ხოლმე აი რადიკალურად განსხვავებული ხარ ეკრანზე, ვიდრე ცხოვრებაში. ცხოვრებაში აბსოლუტურად სხვა ადამიანი ხარ რა. და თან შენი სტატუსები არის ხოლმე რაღაცა უცნაური რა. აბა დღეს როგორ ხართ? აი სიტყვაზე ესე დაწერა. აი რამდენიმე მაქვს. კი. ერთი რამდენიმე მაქვს ამოწერილი, უცნაური ესეთი, აი რატო წერ ხოლმე ვერ ხვდები რა. ფანდური დამრჩა გარეთ. ესეთი სტატუსია რა არის. ტაში ხო იყო. იქინას რო უკრავდა. ხო და ანუ ტაშ ფანდური და შემოვიდა. ფანდური დამრჩა გარეთ. ახალი რეკომენდაცია, ხშირად გადაბრუნდით, გვერდები არ დაგეჟეჟოთ. ეს ყველა წერს აი თუ დააკვირდი Facebook-ში. ხო, სუიმორია. ყველა წერს იმას, რომ აი სახლში რა ვაკეთოთ, რამე ახალი სერიალი ხომ არიცით. აღარ შემილია ამდენი დაძინება. ყველა გამოკეტილია სახლში. ახალი რეკომენდაცია. ახალი რეკომენდაცია გადაცვის სოფლიო ორგანიზაციის გადაბრუნდი. პარტია კორონა მესამე ძალა. მესამე ძალა, ოღონდ ძალიან ცუდი ძალა. მან შენ იხუმრე და ახლა ცერცვაძემ, გამყრელიძემ და იმნაძემ კანდიდატურა რო დააყენოს. დამთავრებულია ქართული ოცნებაც და ნაციონალური მუშაობა. ავირჩევთ. ისე ეგ ხალხი მომენატრა. დებატები მომენატრა ჩვეულებრივი. აი წარმოიდგინე. ხუბი მოგენატრა ეს ერთმანეთში. ო რაღაცა ერთმანეთში ხალხ ცოცხალი კოცი არ მინახავს ერთი თვია. შენთან ისედაც წარმოდიან და კოცები, კი ბატონო. გუნდა კარგად დაამუშავეთ ხსნარით და ისე ისროლეთ. კაია. ეს არის უცნაური, აი. რატო დაწერო, გძინავთ? პროლ დაინტერესდი, ხო იქ ეძინა ხოლმე. აი ეს მომწონს ყველაზე მეტად. უფრო სვეცკები COVID-19. პროსვეცკები COVID-19 აი სადღაც როზის აი მაგალითად ბები არ მყავს, მაგრამ აი ბებია ჩემი რო იჯდეს სადღაც სოფელში რა COVID-19 რა უთხარი რომ რა ან კორონაც აი კორონაც ცოტა უცნაურია ხა შევეჩვიო უთხარი რა რომ აი ინფექციაა რაღაც და ხელები უნდა დაიბრძოლოს COVID-19 უპროსვეცკები COVID-19 და ესეთი იყო მეორადი პირბადეები. მეორადი პირბადე მე მივიწერე მე მეორადი პირბადე ევროპიდან. ევროპიდან როა. კარგი, შენ თუ უყურე ინგა გრიგოლია რომ ყავდა გადაცემაში სტუმრად. მაყურებელი ხდება უკვე რა სად მივდივართ? უყურე. იქ ინგამ რომ შენზე რაღაცა ამბები მოყვა, მაგასაც თუ უყურე და უსმინე. კი. ეხლა ჩდება ლოგიკური კითხვა. მაგ შარვლის შიგნით კიდევ შარვალი გაცვია? სერიოზულად მაინტერესებს. თუ ის რაღაცნაირად რაღაც ისტორიის რაღაც ნაწილი იყო, რაღაცა მითივით. ჯერ მოუყვები მაგაზე კითხვას უყო. ხო, აი, შარვლის თუ დადიხარ. ანუ იმის გამო გაცვია რომ გცივა და აი წარმოიდგინე სამსახურში გადაცემამდე არის სადღაც 1 საათნახევარი დარჩენილი. ხო. სუდად გავხდი, ნუ არაფერი არ გადაუჭარბებია ინგას. ხო, სუდად გავხდი, კი. ნუ თავის ნაწილში ცოტა მოაკლო რაღაცეები, მაგრამ ვიტყვი ახლა. ესე იგი მივწექი ესე დივანზე და ხო. ფერი მაგ დაკარგული როგორც მეუბნებიან და ცუდად თავა რა, წნევა ამივარდა. ხო. მე ჩამომივარდა, ნუ ეს. ხო. გრაფიკის გამო ალბათ. ხო, ალბათ. ვარაუდობ და მოი ესე შემოვიდა. ასე რომ დადის. ხო. ლევარები შემოვიდა. ვალი მაგისი არაფერი არ მაქვს, მაგრამ რაღაცაზე ნერვიულობს ისევ რა. ხო და წამყვანები დიანა შემოვიდა ინგა. და აქეთ ფეხთან დამიჯდა ინგა გრიგოლია, ხო იცი? ჭირისუე დიანა თავთან ჭირისუფლები როს ხედან რა. და აი მანდ მივხვდი რომ ცუდათაა მართლა ჩემი საქმე.
შიჟი გამოიძახეს, იქნებ ჩაანაცვლო და ყველა ახლა რაზე ნერვიულობს სინამდვილეში. ნუ ჩემზეც ნერვიულობენ, მაგრამ ეთერში ვინ შემცვლის? ხო. არავის არ უნდა მუშაობა. და არიან დაღვრემილი სახეებით რა, ამაზე მე მგონი უფრო ნერვიულობენ. მოვიდა სასწრაფო. და რაღაცეებს ხო გიმაგრებენ აქ ყველგან. ხო, კარდიოგრამის. კი, დამიმაგრეს აქ. ვეუბნები რომ საკმარისია, ანუ ესეც გაზომავს. არ არის საჭირო. არა, ფეხზე უნდა დაგიმაგროთ მეუბნებიან და მეკაჩება რა, ფეხზე და არ ვაძლევ ფეხს. ხო. არა, ლევან კირვალიძე ყავს ერთი პროდიუსერი. და მოვიდა და ჩამხედა ასე და მიხვდა რაშიც იყო საქმე და წავიდა. გაეცალა. ხო. ეს ხო ამიწია ექიმმა. ეს მიდან რა ქვია, წინდიდან ეს გამოიღო და ინგა გრიგოლიას გაებადრა სახე. ყდება სიცილი, თან ცუდად ვარ, თან ყდება სიცილი. ანუ მის მეორე შარვალი დაინახა. მე ახლა მინდა ინგა რაღაცაში გამოვიწვიო. ეგ როგორი დირექტორია, იცი? ხო. როგორც მისი თანამშრომელი იტანჯება, ეგრე იტანჯება თვითონაც. ყველაფერზე პასუხისგებლობას იღებს. ხო და რა მკითხე შარვალზე მკითხე ხო? შარვალი მაინტერესებს, ამ შარვალში კიდე შარვალი გაცვია თუ არა თქო, მე მაინტერესებს. იგი გაჩვენებ ახლა. და შემოდი არ არის პრობლემა. ეს რატო იცი? რატო? ეს სიცივისთვის, მაგრამ ეს ეს კორონასთვის რო უფრო დაცულები ვიყო. ხა, სამი შარვალი. აქ არის ვასო? ვასო აქ არის? ხო და კორონას მეორე შარვალიც შველის და ვაძლევ რეკომენდაციას. ვასო ეხა იყიდის. ოთხი შარვალი. ხო და ინგა გრიგოლია მინდა გამოვიწვიო. რადგან მოყვა მაგ ისტორიას. ხო. ჩაიცვას სამი შარვალი. ხო. ინგა გრიგოლიამ გადაცემაში ოღონდ. კი ბატონო. და მე Facebook-ზე ეს ატვირთოს და გვაჩვენოს, რომ სამი შარვალი აცვია. აი დამთაგე, გიწევ, რადგან შენ გაასაჯაროვე ეს ამბავი, ჩემი უბედურების ამბავი. გიწევ და მთელ საქართველოს აჩვენე, რომ შენც გაცვია 2 არა 3 შარვალი, როგორც დღეს მე. კაი გამოწვევა, მე ინგამ ვისაც გამოიწვევს, სხვა უნდა გამოიწვევს. და შევიფუთები ესე ვირუსულად გამავრცელოთ ეს. აი ბიზნესი. შარვლების ბიზნესი. შარვლები გათავდება. ეგ იქნება თბილი შარვლები. შავლის ქვეშ ჩასაცმელი შარვლები თბილი. და ტუალეტის კალავ. გათავდება. ხო, ანუ სიცივის გამო გაცვია ესე? არა, იმ დღეს არ ვიყავი კარგად. საღამოს ხო წავიქეცი და დილით პანყალებდი. ხო და დამეზარა ეს ყველაფერი და ჩავით. საერთოდ არ მაწვია ხოლმე ზოგადად, მაგრამ ჩავით. ზოგადად ინგაზე მინდა კითხო რა, ახლა დირექტორი როგორია, კითხვი როგორი დირექტორია, მაგრამ რაღაცა მუშაობაშიც ხო რაღაცა გამოდის და ხან აქციები და კი, ეს ინგა ეგეთია რა, ვერ ჩერდება ერთ ადგილას, აი რაღაც რო ხდება აქცია, რაღაცა ყველანი გავდივარ და ინგაც გამოდის გარეთ და ხო იცი როგორი ენერგიულია და ისეთი და ეს ცოტა მითიც არის რა. სტუდიის გარეთ ცოტა მითიც. მისი ესეთი ცოტა მოიდგინე აქცია და ვიღაცამ დაიყვირა, აბა წავედით ბიძინას სახლთანო. ეხლა ეს რუსთაველზე ხო ეხა აქციები. რა დაიძრა ეს ხალხი. რუსთაველზე და ინგა ყვირის რომ ავდივართ ბიძინა ივანიშვილის სახლთან. ავდივართ ჩვენ მივყვებით ამ კოლონას კი არა აქვია ნაკადს მომიტინგეების და აი არ გაწყვიტოთ კავშირი ჩემთან, იმიტომ რომ გაჩვენებთ ყველაფერს და მიდის და ეს რუსთაველიდან გაცდა კინო რუსთაველს. ჩავიდა ქვევით. ჩავიდა იქ მუზეუმთან და ნუ აი იძახის და თავისუფლების მოედანზე. თავისუფლება რო ახედა აღმართ. თავისუფლების მოედანზე მიმოიხედა გარშემო და დამინახა მე. მეორე კამერი და დანაჩეს გააგრძელებს ვახოსან. ავასყდი ზემოთ რამე კლა. გადაიფარე. ჩამოჯდა სადღაც. ჩამოჯდა ბორდიულზე. დასასვენებლად. ძალიან მაგარი. კიდე ერთი ჩვენი ყოფილი თანამშრომელი, ჩვენი მეგობარი, ანა წერეთელი გადმოვიდა ერთ-ერთ. კი, წარმატებებს უსურვებ, კარგი სტარტია ძალიან. კი, ჩვენს უსურვებთ აქედან წარმატებებს. და რა ვიცი, მე მგონი თქვენ ადრესს გქონდათ ურთიერთობა ანასთან მე ჩვენ ვართ ჯგუფელები ანასთან მე მეგობრობ 20 წელია უკვე შეიძლება ითქვას რა ვიცი რაც
თავი მახსოვს სკოლის შემდეგ მე და ანა ვართ მეგობრები. ხო. ადრე მუშაობდა რუსთავი 2-ში. ვიდრე მახსოვს რუსთავი. გახსოვს რუსთავი 2-ში. მეც იქ მუშაობდი. ხო. ხო და მახსოვს ეგ. საიდანაც მახსოვს. ბუდომნა. კი ბატონო. რუსთავი 2-ში მუშაობდა და ვიდრე ჟურნალისტი იქნებოდა კურიერის. მანამდე იყო დილის კურიერის პროდიუსერი და ამთავრებდა 3-ზე, 4-ზე, დღე და ღამე არეული ქონდა. მე მგონი მარტო მაგას ქონდა ჩემზე რთული გრაფიკი. მეც ესე მივაკითხავდი ხოლმე სამსახურში რა. და დავიდოდით სადმე რა, ღამის 4-ზე სამდე წახვიდე, მაგრამ ან მეგობარს გავუვლით და ერთი ჩვევა ქონდა ეგეთი, რომ ვაღვიძებდით ჩვენს მეგობრებს რა და ჩვენს მეგობარს ბიჭს მივაკითხე და ვესვრით კენჭებს ფანჯარასთან. და იმან ცოტა ღრმაძილი იცოდა და ნუ ვერ გავაღვიძებთ. ხო. რა ვქნათ, მოდი ავიდეთო, კარიდან მივადგეთო და რამე ვიმაიმუნოთო. აი რა მეთქი და რაღაცა წარწერებს დაუტოვებთო რა, კარზეო და დილით რო გაიღვიძებსო, ნახავსო რომ ჩვენ ვიყავითო და ვერ გავაღვიძებთო. კი ბატონო მეთქი, მაგრამ აი შევალ ნიკორა იყო წინ რაღაც მარკეტში. შევალ მეთქი მარკეტში. ნიკორას არამობილ მარკეტი. შევალ მეთქი მარკეტში, რამეს ვიყიდით ცოტა მშია მეთქი და ვიყიდე არაჟანი. მივედით კართან და აკეთებს რაღაც იქ ფურცლები იყიდა ფერადი. ხო. წააწერს ამ ფურცლებს მინდიხარ გიჟო. მიაკრავს კართან. შენგან ბავშვი მინდა. მეორე მიაკრა. მიყვარხარ. რაღაც აი ესეთი რა. ცოტა ეროტიკულ სასიყვარულო რაღაცები და ეს აიღო და მიაკრა ერთი გლაზოქს რო. ეგრეთ წოდებული გლაზოქი. ეგრეთ წოდებული. მიაკრა ამაზე. და შიგნით ატყდა ხმაური რაღაც რა, ანუ გაიგეს ესე ხმაურიანად აწებებდა ამას და გაიგეს. ხო და გამოვდივართ ახლა რა. და გამოვდე ტელეფონის მავთულს აი გარედან რო არის. ფეხი. ხო. და გაწყდა ეს როგორ ჩანს რა. მე გავდივარ წინ, მაგრამ უკვე აღარ მაინტერესებს ანა და ეს მორბის ქუსლებზე. გავიქეცეთ ეგ შარტავაზე გავედით ერთი 5 წუთი ვირბინე და ვხედავ რომ პოლიციის მანქანები მოდიან რა. ჩვენკენ აი საერთოდ ვერ ვიფიქრე ასეთი რაღაც. ეს ჩემი მეგობარი მეძახის რომ იქო რომ კაცი იდგაო ვიღაცაო რა, მე მიყვება ამას. იქო რომ კაცი იდგაო ვიღაც. რომელსაც 20 თეთრს ვაძლევდი ხოლმე ხანდახან ჩემ კორპუსთანო იქ მაღალჩინოსნები ცხოვრობდნენ. ამოვიდაო ეს კაცი, შემოვიდაო შიგნითო. და ვიღაც პოლიციელებს იქ უშიშროების ვიღაცებს დავალებებს აძლევს. ალბათ რა ვიცი და. გაგზავნა ერთ-ერთი სადღაც. მეორე გაგზავნა სადაც ის პარკი არაჟნის იქ დამრჩა. რატო გამოიძახს პოლიცია ზოგადად? ძარცვა ეგონათ. რატო ეგონათ? წინა დღეებში იქ აი ზუსტად ესე არ გახსოვს როგორ იყო მიაკრავდნენ გლაზოგზე და შემდეგ დააკაკუნებდნენ და თუ გააღებდა ვინმე გადაცვალდნენ. დახედეს ამ ქვითარს ნიკორას ქვითარია. წავიდნენ მარკეტის ქვითარი. მარკეტის თქვენ ტელევიზია გადაიხდის მაგჯარები ჩემი. მარკეტის ქვითარია. ხო. წავიდნენ მარკეტში გოგო ეუბნება რომ არ გინდათო კამერების ამოღება ვახოსანაია იყო აქო ცოტა ხანი. მაგარი და ეს ვიღაც გოგოსთან ერთადო. არაჟანი იყიდაო და იმ გოგომ რა იყიდაო, იმან რაღაც ფურცლები იყიდაო. ეს პოლიციელი ავიდა და დედამის ეუბნება უსამძიმრებს რა. ქალბატონო, აქ იცით ვინ იყო თქვენ შვილთან? ვინ დაუწერა ეს ყველაფერიო? ვინო და ვახოსანაი იყო. ხოდა ამას უყურებენ რაღაცნაირად. ეს პოლიციელები. მინდიხარ, ბავშვი მინდა შენ. გიჟო? არ მაგარი. ერთი კვირის განმავლობაში ეს პოლიციელები ამას ეკაიფებოდნენ უბანში. აბა როგორ მიდის ბავშვის ამბავი? სიყვარულის ამბები როგორ არის? აი ეს ანას გაკრული ეს რაღაცები შემეტენა მე. არ მატებებინა გისო ჯანმრთელობა. დიდი მადლობა. რაც ყველაზე მთავარია შენოთ ეს შენს ოჯახს. დიდი მადლობა. ასევე მთელ ქვეყანას მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა ყველას ამ სტუდიაში. ხო. ძალიან რთული სიტუაცია მთელ მსოფლიოში, მაგრამ მე მგონია რომ რაღაცა
პოზიტიური უნდა შემოვიტანოთ ყოველთვის და შენი გადაცემა კიდევ უფრო დიდ აქტუალურობას იძენს, იმიტომ რომ არ შეიძლება მუდმივად სტრესში ვიყოთ. ახლა ჩვენ რო ვხუმრობთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ როგორ გითხრა, არ გვაშფოთებს ეს ამბავი, რა თქმა უნდა, გვაშფოთებს, მაგრამ ხო ხედავ იტალიელებიც როგორ ერთობიან, ჩვენ გავართ. მე ზოგადად ამ გადაცემას გავაგზელებ ჩაულებრივად, იმიტომ რომ კორონას საწინააღმდეგო მაზი მაქვს ნაყიდი. რა არის? თელი მსოფლიო რაღაცას ეძებს და სადიპოვე. კორონას საწინააღმდეგო მაზი მაქვს და შვიდად ვარ. სადიპოვე. სადიპოვე და იქ ბაზრობებზე რაღაც მას ეს ვიდეოც ხომ ნახეთ. წარმატებები არაჩვეულებრივი. დიდი მადლობა. ო, ახო სანაია იყო ჩვენი გადაცემის. აჰა, ხალხო, არაფრის რო არ გვეშინია, ნახეთ.